ლოგიკური დამოსალოდნელი. ასე აფასებენ ქართული ოცნების წევრები დონალდ ტრამპის განკარგულებას რისი მიხედვითაც საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით. ეფექტიანობისა და თანმიმდევრულობის შეფასებამდე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგარეო დახმარება შეჩერდა. ტრამპს და მის ადმინისტრაციას გლობალური ხედვა სოფლიო პოლიტიკის წარმართვისა განსხვავებული აქვს. მათი გლობალური ხედვა რაში გამოიხატება? ეს არის შვიდობა, ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და მათი გაძლიერება. ამიტომ ისინი დაეხმარებიან და დახმარებას გაუწევენ მომავალში იმ აქტიურობას ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, რომელიც ამ ფუნდამენტალურ ხედვას და ფასეულობებს ემსახურება და იმედი ვიქონიეთ, რომ ეს აღარ იქნება დაფინანსებები მიმართული ქვეყნის საშინაო საქმეებში, არჩევნებში ისეთი ტიპის ჩარევებზე, რომელიც სწორედ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შინაარსს ფაქტობრივად გამორიცხავს. საქართველოში იმ რაღაც რამოდენიმე მდიდარ NGO-ზე, ეგრეთ წოდებულ NGO-ზე, რომელიც არაერთხელ მithქვამს და ხაზგასმიდა კიდევ ერთხელ გავიმეორო იმ რეალურად შეპესეებზე, რომლებიც იყვნენ დიდი შავი ფულის გამტარი იმ დესტრუქციისთვის, რომელიც დესტრუქციასაც აქვხედავთ არა მხოლოდ ეხლა, არ მეოთხე, მეხუთე მცდელობა უკვე სახელმწიფო გადატრიალების. აი ეს ყველაფერი სამწუხაროდ ძალიან ბევრის დონორი, სამწუხაროდ ძალიან ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ და ხშირად პირდაპირ სახელმწიფოზე მიბმული არასამთავრობოები და ამაზე ჩვენ წუხილი არაერთხელ გამოგვითქვამს. ასე რომ აქ მათთან ამ დაფინანსების შეჩერება ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.